ბატონო ბიძინა, გიდასტურებ ჩემს პატივისცემას. ვიცი რომ ათასობით ადამიანის აზრს გამოვხატავ და ამიტომ ვაქვეყნებ სოციმედიაში ამ წერილს. ვიცი რომ აუცილებლად წაიკითხავთ. ჩვენი ბოლო შეხვედრა არც თუ დიდი ხნის წინ იყო. არასდროს დამავიწყდება თქვენი სიტყვები. მე მიშას კი არ ვებრძვი, არამედ მძლავ აგენტურულ ქსელსო. დიახ, დღეს ალბათ სტამბოლთან ერთად მეორე ქალაქი ვართ, სადაც მსოფლიო სადაზვერვო სამსახურებია კონცენტრირებული. რატომ? იმიტომ რომ მსოფლიო გადანაწილების დროს საქართველოს ენიჭება უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მაგრამ შეგვჩება კი სამშობლო, თუ ვიქნებით ტერიტორია იმ ტურბულენტურ ზონაში, რომელშიც ახლა შევდივართ. შესანარჩუნებელია ოცნების და პირადად თქვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, შვიდობა. სანამ სამი მონსტრის სახელმწიფო ინაწილებს მსოფლიოს, აქა-იქ ისმის კავკასიის როლი და ფუნქცია და ის, თუ ვის ხელში აღმოჩნდებით. ძალიან მაფიქრებს ტრამპის დაინტერესება სომხეთით, ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა. აზერბაიჯანს ისედაც ყავს საკუთარი ერთმორწმუნე ერთენოვანი ქომაგი თურქეთი. სად ვართ ჩვენ? საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ორი განცხადება ჯერ ბანდერას მადიდებელი, პეჩორის ლავრის გამანადგურებელი და ქრისტიანობასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერა ჰააგაში და რუსების გასამართლების მოთხოვნაზე ხელის მოწერა, მაშინ როცა თურქეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა თავი შეიკავეს. შემდეგ რუსეთის ახალი რესპუბლიკებიდან ხალხის არ შემოშობა საქართველოს საზღვარზე, მათ შორის აფხაზეთში დაბადებული ქართველების, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. შესაძლებელია იმ ტრიგერად იქცეს, რასაც ჩვენი მილიონიანი საშოვარზე წასული ქართველების რუსეთიდან გამოძევება მოჰყვეს. ამის მაგალითი სამწუხაროდ არსებობს. იმ ვითარებაში, როდესაც არ ყავს ამერიკის ელჩი, ვეჩხუბეთ გერმანიის ელჩს სამართლიანად. ცუდი ურთიერთობა გვაქვს საფრანგეთის საელჩოსთან. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირზე. არ შემოვიდნენ ჩინური ბანკები, რაც ამოასუნთქებდა უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას. სულ უფრო მძაფრდება დაუცველობის სინდრომი. ხოლო ამდენი კონცერტი, შოუ პროგრამები და მემაპატიეთ, ცოტა ზედმეტი ზიზილპიპილები ლხინი ჭირის დროს შეგრძნებას ბადებს. საყურადღებოა კრემლის პროპაგანდისტის დუგინის განცხადება, რომ არ იარსებებენ ეგრეთ წოდებული ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებსაც ბირთვული პოტენციალი არ აქვთ. ჩვენც გვიგულისხმა. ამასობაში თურქეთის უფრო მეტრუქაზე მონიშნულია ბათუმი, როგორც თურქული ქალაქი და შესაბამისად ყარსის ვადაგასული ხელშეკრულება უფრო აქტუალური ხდება. ერთი გასროლა ბათუმში და აჭარა ნახევარი გურიით თურქეთის მხარეს აღმოჩნდება, ხოლო საქართველო ახალი პოლიგონი გახდება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში, რაზეც ასე ოცნებობენ ჩასაფრებული მტრები. არასდროს შემშინებია, არც ახლა მეშინია და როგორც ერთი ჯარისკაცი ჩემი შვილებიანად მზად ვარ შევწირო თავის სამშობლოს. ჩემს გვერდს სოციალურ მედიაში 14 მილიონი გამომწერი ჰყავს. შესაბამისად, ვიცი, ყველა აქ დაწერილი სიტყვა მიდის ადრესატამდე. ბატონო ბიძინა, თქვენ მიმართ მადლიერებით და პატივისცემით მყოფ ადამიანებს თქვენთან უშუალოდ შეხვედრა და სამომავლო პერსპექტივის დანახვა გვინდა. იქნებ დაუშვათ საბჭოს არსებობა, რომელიც ერთგვარი სათათბირო იქნება, მათ შორის თქვენი მეგობარი ექიმების და მეცნიერების მონაწილეობით. ამის აუცილებლობა მას მერე გაჩნდა, რაც ციხე აივსო ოცნების მაღალჩინოსნებით. შესაბამისად, ყველაზე მძიმე სიტუაციაში თქვენი ერთგული ადამიანები აღმოჩნდნენ, რადგან არ ვიცით რა ხდება სინამდვილეში და ვისვენდოთ. გასაგებია, რომ ბრიტანული დაზვერვა ხელს არ გვიშვებს და ოპოზიციაზე არნახული პული იხარჯება. შესაბამისად, გადაბიერების მცდელობა სამთავრობო მაღალჩინოსნებთან მიმართებაში როგორც არასდროს მაღალია. ვფიქრობ, ექსპერტთა სათათბირო, როგორც ერთ დროს ექსპერტთა კლუბი თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან შეღავათი იქნება დეზორიენტირებული თანამოქალაქეებისთვის. დიდი პატივისცემით და მადლიერებით თქვენი და ქალბატონი ეკას მიმართ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა. წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ღია წერილში.